მილიონერმა შეამჩნია პატარა გოგონა, რომელიც საკვებს იპარავდა ბაზარში. ყოფმანის გარეშე მან გადაიხადა მთელი ეტლი ყველაფრით, რაც მას სჭირდებოდა. ცნობის მოყვარეობა მის მიჰყავდა გოგონას უკან, ერთ გაუსაძლის ბარაკში, სადაც ის ცხოვრობდა საშინელ პირობებში. შეხვეული იმისგან, რასაც დაინახა, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა მისი და მისი ოჯახის მომავალს. გიორგი მაისურაძე თბილისის ცენტრში მდებარე თავისი შთამბეჭდავი საოფისე შენობის მე-16 სართულზე იდგა და ქალაქის პანორამას გასცქეროდა. გიორგის კომპანია მთვარე ტექნოლოჯის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაცია იყო, რომელიც ახლა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც წარმატებით ოპერირებდა. 30 წლის წინ, როცა მან პატარა სტარტაპი დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იგი ასეთ წარმატებას მიაღწევდა. გიორგიმ მაგიდაზე დადებული საათი შეამოწმა, კიდევ 5 შეხვედრა ელოდა დღეს. მისი ცხოვრება საქმიანი შეხვედრებით, საერთაშორისო ზარებით და ბიზნეს ლანჩებით იყო სავსე. დრო იშვიათად რჩებოდა რაიმე სხვა რამისთვის. მაგრამ გიორგის ეს არ ანაულებდა, ის თავის წარმატებას აფასებდა და ამაყობდა იმით, რისი მიღწევაც შეძლო. დივანმა კარი შეაღო და შეახსენა, ბატონო გიორგი, თქვენი შეხვედრა ლევან ბერიძესთან 5 წუთში იწყება, გიორგიმ თავი დაუქნია. გმადლობთ, ელენე, ახლავე მოვდივარ. ლევანი მისი ბიზნეს პარტნიორი და კომპანიის თანადამფუძნებელი იყო. ისინი უნივერსიტეტის დროს დამეგობრდნენ და ერთად შექმნეს კომპანია. თუმცა წლების განმავლობაში მათი ხედვა ბიზნესის შესახებ სულ უფრო და უფრო განსხვავებული ხდებოდა. ლევანს მხოლოდ მოგება და ზრდა აინტერესებდა, მაშინ როცა გიორგის სულ უფრო ხშირად უჩნდებოდა გრძნობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აკლდა მის ცხოვრებაში. გიორგიმ სარკეში შეხედა, ჰალსტუხი გაისწორა და კაბინეტიდან გავიდა. საკონფერენციო ოთახისკენ მიმავალი დერეფნის კედლებზე კომპანიის მიღწევების ამსახველი ფოტოები ეკიდა. ჰო, ის ნამდვილად წარმატებული იყო ბიზნესში. ერთადერთი, რაც არ ჩანდა ამ ფოტოებზე, იყო ის გზა, რომელიც მან გაიარა. გიორგის ბავშვობა სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მისი თანამშრომლები წარმოიდგენდნენ. ის გაიზარდა თბილისის გარეუბანში, მცირე ბინაში, სადაც დედამისი, თამარი, კერვით ირჩენდა თავს. მამის გარეშე თამარი დღე-დაღამ მუშაობდა, რათა შვილისთვის განათლება მიეცა. საკერავ მანქანასთან ჯდომისგან დაღლილი, ის მაინც ყოველთვის პოულობდა ძალას, რომ გიორგისთვის საჭმელი მოემზადებინა და მის გაკვეთილებში დახმარებოდა. მოსწავლეებისთვის ახალი ფორმების კერვას დამატებით გადამიხდიან, ეთყოდა ხოლმე თამარი პატარა გიორგის. შენ კი დამპირდი, რომ კარგად ისწავლი, კარგი ნიშნები გექნება და რომ ეს ფორმები შენზე აღარ დასჭირდება ვინმეს. გიორგი ამ მოგონებებში იყო ჩაფლული, როდესაც საკონფერენციო ოთახში შევიდა. ლევანი უკვე იქ იჯდა, ლეპტოპში რაღაც ციფრებს ათვალიერებდა. გიორგი, ბოლოს და ბოლოს, თქვა ლევანმა. ამ კვარტლის ციფრები მაქვს. კარგია, მაგრამ აქციონერები მეც მოელოდნენ. ვნახოთ, გიორგიმ სკამი გამოწია და დაჯდა. ლევან, ხანდახან მაინც არ ფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ აქციონერების მოლოდინები და ჩვენი ყურადღება სხვა რამეზეც გადავიტანოთ, ლევანმა წარბი აზიდა. რაზე, მაგალითად? არ ვიცი, იქნებ უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა. ან იქნებ რაიმე საზოგადოებრივი პროექტები, ლევანმა გაიცინა. გიორგი, ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის. ეს ბიზნესია. ჩვენი მოვალეობაა მოგების მაქსიმიზაცია, გიორგიმ ამოიოხრა. ეს დიალოგი მათ შორის ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად მეორდებოდა. იგი გრძნობდა, რომ წარმატების მიუხედავად რაღაც აკლდა მის ცხოვრებაში. რაღაც, რაც ფულსა და ძალაუფლებაზე მეტი იყო. საუბრისას გიორგიმ შენიშნა, რომ ცხრილში აღნიშნული იყო, რომ მათი კომპანიის ახალი ოფისი გარეუბანში უნდა აშენებულიყო, სადაც მიწის ფასი გაცილებით იაფი იყო. იმავე რაიონში, სადაც მისი ბავშვობის სახლი იდგა. ლევანი, ეს რა ტერიტორიაა, სად ვაშენებთ ახალ ოფისს? იკითხა გიორგიმ. გლდანი ნაძალადევის ტერიტორიაზე. იაფი მიწაა და მუნიციპალიტეტის საგადასახადო შეღავათებს გვპირდება, გლდანი ნაძალადევი. გიორგის ბავშვობის უბანი. უცნაური დამთხვევა იყო. მაინც მიდიხარ ამ უბანში ოფისის სანახავად? იკითხა გიორგიმ. კი, ზეგ დილით. რატომ გინდა წამოსვლა? გიორგიმ თავი დაუქნია. კი, ნამდვილად. ჩემი ბავშვობის უბანია. დიდი ხანია არ ყოფილვარ, ლევანს გაუკვირდა. მართლა? მე მეგონა, რომ თბილისის ცენტრში გაიზარდე. გიორგი მიგრძნო, როგორ შეიცვალა მისი მეგობრის ტონი.
ის ყოველთვის თავს არიდებდა თავისი წარსულის შესახებ საუბარს, განსაკუთრებით ბიზნეს წრეებში. ეს იყო ნაწილი მისი ცხოვრებისა, რომელიც მან დიდი ხანია დამალა, არა გლდანში გავიზარდე. ჩემი დედა იქ ცხოვრობდა სანამ წავიდოდა, თქვა გიორგიმ, ცდილობდა არ ეთქვა სიტყვა გარდაიცვლებოდა. ლევანმა თვალები დაახამხამა. ამდენი წლის მეგობრობის შემდეგ და მე მხოლოდ ახლა ვიგებ ამას, გიორგი მხრებს იჩეჩავდა. ეს არ იყო რაღაც, რაზეც მე სიამოვნებით ვსაუბრობდი, ლევანი ერთხანს უყურებდა. გიორგი, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საერთოდ არ გიცნობ, გიორგის უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ამ დროს ტელეფონი ახმაურდა. ეს მისი პირადი მდივანი იყო, რომელიც შეახსენებდა, რომ შემდეგი შეხვედრა 5 წუთში იწყებოდა. შემდეგ ვისაუბროთ ამაზე, თქვა გიორგიმ და წამოდგა. იმ საღამოს გიორგი თავის დიდ ცარიელ სახლში დაბრუნდა ვაკეში. მიუხედავად ყველა ძვირადღირებული ნივთისა და თანამედროვე დიზაინისა, სახლი ცივი და უსიცოცხლო ეჩვენებოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ცოლი ანა 2 წლის წინ წავიდა. მათი განქორწინება მშვიდობიანი იყო, მაგრამ ეს არ ცვლიდა იმ ფაქტს, რომ ახლა ის მარტო ცხოვრობდა. გიორგი თავის კაბინეტში შევიდა და წიგნის თაროსთან მივიდა. უკანა მხარეს, სხვა წიგნებს შორის დამალული, იყო ძველი ალბომი. დიდი ხანი იყო, რაც მას არ ჩაუხედავს. მან ალბომი გამოიღო და გადაშალა. პირველივე ფოტოზე პატარა გიორგი იყო დედასთან ერთად. თამარი მას უღიმოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ალბათ დაღლილი იყო მთელი დღის მუშაობის შემდეგ. სხვა ფოტოებზე ნაჩვენები იყო მათი პატარა ბინა, გიორგის სკოლა და მათი თავდაბალი ცხოვრება. მოგონებები წამოვიდა. გიორგიმ გაიხსენა, როგორ ზრუნავდა დედამისი მასზე, როგორ ასწავლიდა მას ღირებულებებს, როგორ სწამდა მისი. შენ ერთ დღეს დიდ კაცად იქცევი, გიორგი, ეუბნებოდა ხოლმე ის. მაგრამ არასდროს დაივიწყო, საიდან მოდიხარ და რა გვაძლევს ნამდვილ ბედნიერებას ცხოვრებაში. გიორგიმ ალბომი დახურა. რა ხდებოდა მასთან? რატომ დაბრუნდა ეს მოგონებები ახლა? იქნებ იმიტომ, რომ ის აპირებდა დაბრუნებას იმ ადგილებში, სადაც გაიზარდა? თუ იქნებ რაღაც სხვა იყო, რაღაც რაც მის ცხოვრებაში აკლდა? მან ღრმად ამოისუნთქა. ხვალისმივა თავისი ბავშვობის უბანში. ვინ იცის, იქნებ ეს მოგონებები მას უფრო ნათლად დაანახებს იმას, რაც დაკარგა გზაზე, რომელიც წარმატებისკენ მიიყვანა. მეორე დღეს, გიორგი და ლევანი გლდანში ჩავიდნენ, რათა ახალი ოფისის მშენებლობის ტერიტორია დაეთვალიერებინათ. ტერიტორია უკვე შემოღობილი იყო, მუშები კი მიწის მოსწორებაზე მუშაობდნენ. გიორგის გული აუჩქარდა, როდესაც მანქანიდან გადმოვიდა. აქ ყოფნა ათასობით მოგონებას იწვევდა. აი, აქ იქნება მთავარი შესასვლელი, უჩვენა არქიტექტორმა პროექტის ნახაზზე. ჩვენ ვაპირებთ ამ მხარეს გამწვანების ზოლის მოწყობას, ხოლო აი აქ იქნება პარკინგი. გიორგი უსმენდა, მაგრამ მისი ყურადღება გაფანტული იყო. ის ცდილობდა დაენახა, თუ რა შეიცვალა უბანში მას შემდეგ, რაც ის აქედან წავიდა. ზოგიერთი შენობა იგივე დარჩა, სხვები კი შეცვლილიყო. ახალი მაღაზიები და კაფეები გახსნილიყო, მაგრამ უბნის ზოგადი ატმოსფერო, სოციალური მდგომარეობა არ შეცვლილიყო. ეს კვლავ ღარიბი უბანი იყო. გიორგი, მისმენ, ლევანის ხმამ გამოაფხიზლა. ვამბობდი, რომ ეს პროექტი აქ ადგილობრივ მაცხოვრებლებს სამუშაო ადგილებს შეუქმნის. დიახ, რა თქმა უნდა, უპასუხა გიორგიმ. ლევან, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ ამ უბნისთვის. იქნებ რაიმე საგანმანათლებლო პროგრამა, სტიპენდიები ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ან სოციალური პროექტი. ლევანმა ამოიოხრა. გიორგი, ისევ იწყებ? ჩვენ აქ ვაშენებთ ბიზნეს ოფისს, არა ქველმოქმედებას. გავაკეთოთ ჯერ ის, რისთვისაც მოვედით. გიორგიმ თავი დაუქნია, მაგრამ მის გონებაში უკვე იწყებდა ფორმირებას იდეა. შეხვედრა 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი ლევანმა განაცხადა, რომ მას სხვა შეხვედრა ჰქონდა და უნდა წასულიყო. შენ მოდიხარ? კითხა მან გიორგის. არა, მე აქ ცოტა ხანს დავრჩები, მინდა უბანში გავისეირნო, უპასუხა გიორგიმ. ძღოლი მომიყვანს უკან ოფისში, ლევანმა კეთილი მგზავრობა უსურვა და წავიდა. გიორგიმ კი თავის მძღოლს უთხრა, რომ ცოტა ხანი მარტო უნდოდა გასეირნება და რომ 1 საათის შემდეგ დაურეკავდა. გიორგი იმ ქუჩებში დადიოდა, სადაც გაიზარდა. აი იმ სკოლაში სწავლობდა, რომელიც ახლა განახლებული იყო. იქ იყო მოედანი, სადაც თავის მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. და ბოლოს ის მივიდა იმ შენობასთან, სადაც ადრე ცხოვრობდა. ნაცნობი სადარბაზო, ნაცნობი კიბე. მან არ იცოდა, ვინ ცხოვრობდა ახლა იმ ბინაში, მაგრამ გული მაინც აუჩქარდა.
როცა ის უკვე აპირებდა უკან დაბრუნებას, შენიშნა, რომ ახლოს მდებარეობდა პატარა სასურსათო მაღაზია. მას გაახსენდა, რომ დედამისი ხშირად ყიდულობდა იქ პროდუქტებს, როცა ის პატარა იყო. გიორგიმ გადაწყვიტა შესულიყო. მაღაზია პატარა იყო, მაგრამ სუფთა და ორგანიზებული. გიორგიმ ნელა დაიწყო დათვალიერება, ძველ მოგონებებში ჩაფლული. ის არ იყო დარწმუნებული, რა უნდა ეყიდა, უბრალოდ ნოსტალგიის გრძნობას ახვა. უეცრად მან შენიშნა პატარა გოგონა, დაახლოებით 7 წლის, რომელიც მაღაზიის კუთხეში იდგა. გოგონას დაგლეჯილი ჩანთა ეჭირა და ფრთხილად, თვალების ცეცებით, იღებდა პულსს და ჩაიდებდა ჩანთაში. შემდეგ მან რძის პაკეტიც აიღო და ჩანთაში მოათავსა. გიორგი გაოცებული იყო. გოგონა აშკარად პროდუქტების მოპარვას ცდილობდა, მაგრამ რაღაც მის თვალებში, ეს იყო არა უბრალოდ სიცელქე ან ბოროტება, არამედ გადაწყვეტილება, აუცილებლობა, აიძულებდა გიორგის მისთვის თვალი ედევნებინა, მაგრამ არ გაემხილა. გოგონა მაღაზიიდან გასასვლელისკენ გაემართა. გიორგი დარწმუნებული იყო, რომ მას დაიჭერდნენ, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში, როცა ის კარს უახლოვდებოდა, მაღაზიაში ორი ქალბატონი შემოვიდა, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ. კონსულტანტის ყურადღება გაფანტული იყო და გოგონამ შეძლო მაღაზიიდან გასვლა. გიორგი სწრაფად მიჰყვა. კონსულტანტს მიმართა, ბოდიში ახლავე დაუბრუნდებით და გარეთ გავიდა. გოგონა სწრაფად მირბოდა მეზობელი ქუჩისკენ. გიორგი მას მიჰყვა, მაგრამ საკმარისი დისტანციით, რომ არ შეეშინებინა. გოგონა შევიდა პატარა ეზოში, სადაც რამდენიმე ძველი კორპუსი იდგა. ის დაუფიქრებლად შევიდა ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში. გიორგი ერთხანს იდგა და ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. ის არ იყო დარწმუნებული, რომ უნდა ჩარეულიყო, მაგრამ რაღაც გოგონას თვალებში არ ასვენებდა. ის მიხვდა, რომ ეს გოგონა არ იპარავდა უბრალო სიცელქის გამო. ის რაღაცის გამო იძულებული იყო ასე მოქცეულიყო. საბოლოოდ გიორგიმ გადაწყვიტა, რომ უნდა მიეკვლია, სად ცხოვრობდა გოგონა და რატომ იპარავდა საჭმელს. მან მობილური ტელეფონი ამოიღო და თავის მძღოლს დაურეკა. გეთაყვა, მიჩქარი ჩემთან. მე ვარ. მძღოლი მალევე მოვიდა. გიორგი მანქანაში ჩაჯდა და მძღოლს უთხრა, ჯერ არ მივდივართ. უბრალოდ დაველოდოთ აქ ცოტა ხანს. გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მეორე დღეს დაბრუნდებოდა. ის ვერ ისვენებდა, სანამ არ გაიგებდა ამ პატარა გოგონას ამბავს. რატომ მოქმედებდა ის ასე? სად იყვნენ მისი მშობლები? რატომ უნდა მოეპარა მას საჭმელი? იმ ღამით გიორგი ბევრს ფიქრობდა. ის საკუთარ ბავშვობას იხსენებდა, როცა ხანდახან საჭმელი აკლდა ოჯახს. მაგრამ მისი დედა არასდროს დაუშვებდა, რომ მას რაიმე მოეპარა. ისინი ამაყები იყვნენ, თუმცა ღარიბები. თამარი ყოველთვის ამბობდა, სიღარიბე არ ნიშნავს უპატიოსნებას. მეორე დღეს გიორგიმ თავის ოფისში დარეკა და თქვა, რომ საქმიანი შეხვედრები ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში და ოფისში ვერ მივიდოდა. მისი მდივანი გაოცებული იყო, რადგან გიორგი იშვიათად აცდენდა სამსახურს, მაგრამ მან მაინც გადაამისამართა ყველა შეხვედრა. გიორგი დილიდანვე დაბრუნდა გლდანში და იმ მაღაზიასთან დადგა, სადაც წინა დღეს გოგონა ნახა. მას იმედი ჰქონდა, რომ ის კვლავ გამოჩნდებოდა. 3 საათის ლოდინის შემდეგ, როცა უკვე ფიქრობდა, რომ დრო ტყუილად დაკარგა, გოგონა გამოჩნდა. ის ისევ მარტო იყო, ისევ დაგლეჯილი ჩანთით. გიორგი მას მაღაზიაში შეჰყვა. ის ხედავდა, რომ გოგონა ზუსტად იგივე მოქმედებებს იმეორებდა, ჯერ პურის, შემდეგ რძე. მაგრამ ამჯერად, როდესაც გოგონა კარისკენ გაემართა, გიორგიმ გადაწყვიტა ჩარეულიყო. ერთი წუთით თქვა მან რბილად და გოგონასთან მივიდა. გოგონა შეკრთა და კანკალი დაიწყო. მის თვალებში შიში ჩანდა. ნუ გეშინია, თქვა გიორგიმ წყნარად. მე არ ვაპირებ შენს გაცემას. მე მინდა დაგეხმარო, გოგონა მუნდობლად შეხედა. რატომ გინდათ ჩემი დახმარება? კითხა მან ჩურჩულით. იმიტომ, რომ მეც ვიყავი შენს მდგომარეობაში ოდესღაც. მეც გავიზარდე ამ უბანში, ჩემი დედა მარტო ზრუნავდა ჩემზე. გოგონას თვალები ოდნავ გაფართოვდა, მაგრამ ისევ ფრთხილად იყო. როგორ გქვია? კითხა გიორგიმ. ნინო, უპასუხა გოგონამ, ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ. ნინო, მე გიორგი ვარ. მოდი, დავეხმაროთ ერთმანეთს. მე შენთვის ვიყიდი იმპულსსა და რძეს და კიდევ რამეს, რაც შენ გჭირდება. შენ კი სამაგიეროდ მითხარი, რატომ იღებ ამ საკვებს მარტო და რატომ გიწევს მისი მოპარვა. ნინომ თავი ჩაუნა. დედა ჩემი ავადა, თქვა მან ისე ჩუმად, რომ გიორგი ძლივს უსმენდა. მას არ შეუძლია მუშაობა. ჩვენ ფული აღარ გვაქვს.
მე ვცდილობ დავეხმარო, გიორგი გაქვავდა. დედა შენი ავადაა. სად არის მამა შენი? მე არ მყავს მამა, უპასუხა ნინომ. მხოლოდ დედა ჩემი და მე ვართ, გიორგიმ გულის ტკივილი იგრძნო. ეს ისტორია ძალიან ჰგავდა მის ბავშვობას. მოდი, ნინო, ვიყიდოთ ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ და შემდეგ მაჩვენე, სად ცხოვრობ. მე მინდა შენს დედას დავეხმარო, ნინო ერთხანს ყოყმანობდა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. მან ნელა დაიწყო ჩანთიდან მოპარული პროდუქტების ამოღება. არა, შეინახე, უთხრა გიორგიმ. ჩვენ ახლა ვიყიდით მეტს. რა მოგწონს? რა გიყვარს? თქვი და ჩვენ ვიყიდით, ნინოს თვალები გაუბრწყინდა. ნამდვილად, დაუდასტურა გიორგიმ და ხელი გაუწოდა. ნინომ ფრთხილად ჩაჭიდა თითები. გიორგი გაოცებული იყო, რომ მისი ხელი ასეთი პატარა და ფაქიზი იყო. ის გოგონას გაუღიმა. მოდი, ახლა მაღაზიაში შევიდეთ ერთად, გიორგიმ და ნინომ მაღაზია სავსე კალათებით დატოვეს. გიორგიმ ყველაფერი იყიდა, რაც კი ნინომ აირჩია, არა მხოლოდ პური და რძე, არამედ ხილი, ბოსტნეული, ხორცი, ტკბილეული და რამდენიმე საყვარელი წასახემსებელი, რომელიც გოგონამ მორცხვა დაჩვენა. ნინო იმდენად გახარებული იყო, რომ გიორგის გული აევსო. შენ მართლა ბევრი ფული გაქვს? კითხა ნინომ, როდესაც ისინი კორპუსისკენ მიემართებოდნენ. გიორგიმ თავისი მძღოლი დროებით გაუშვა, რადგან ფეხით სიარული ერჩია ამ მომენტში. გიორგიმ გაიცინა. ჰო, მაქვს. მაგრამ იცი რა, ნინო. მეც შენსავით ვიყავი, როცა ბავშვი ვიყავი. ჩვენც არ გქონდა ბევრი ფული, ნინომ გაოცებით შეხედა. მართლა. მაშინ როგორ გახდი მდიდარი? ბევრი ვისწავლე, ბევრი ვიმუშავე და ალბათ ცოტა იღბალიც მქონდა, უპასუხა გიორგიმ. დედა ჩემიც ბევრს მუშაობდა, თქვა ნინომ ცოტა ხნის შემდეგ. ის მკერავი იყო. მაგრამ მერე დაავადდა და ვეღარ შეძლო მუშაობა, გიორგი გაშეშდა. შენი დედა მკერავია, ეს დამთხვევა ძალიან უცნაური იყო. კი. ის ქარხანაში მუშაობდა, სადაც ტანსაცმელს კერავდნენ. მაგრამ ახლა ძალიან სუსტად არის და. ნინოს ხმა უკანკალდა, ნუ იდარდებ, თქვა გიორგიმ და მხარზე ხელი დაადო. ახლა მე თქვენთან ვარ. მე დაგეხმარებით, ნინომ შეხედა მას ერთგვარი უნდობლობით. რატომ გვეხმარები? შენ ჩვენ არც კი გვიცნობ, გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა. იმიტომ რომ როცა მე პატარა ვიყავი, ჩემი დედაც მკერავი იყო და მარტო ზრდიდა მე. ის ძალიან მუშაობდა. ზოგჯერ მასაც ჭირდებოდა დახმარება, მაგრამ იშვიათად თუ ვინმე ეხმარებოდა, ნინო ფიქრებში ჩავარდა და მალე ისინი მის სახლთან მივიდნენ. ეს იყო ძველი კორპუსი, დაზიანებული ფასადით და ჩამტვრეული შესასვლელის კარით. ლიფტი არ მუშაობდა, ამიტომ მათ მეოთხე სართულზე ფეხით უნდა ასულიყვნენ. დედა, დაუბრუნდი, შესძახა ნინომ, როდესაც კარი გააღო. ბინა პატარა იყო, მაგრამ სუფთა. ავეჯი ძველი და გაცვეთილი იყო, მაგრამ ყველაფერი წესრიგში იყო. ერთადერთი ოთახის კუთხეში იდგა ლოგინი, რომელზეც ქალი იცვა. მას ფერმკრთალი, მაგრამ ლამაზი სახე ჰქონდა. ნინო, საიდან ამდენი საჭმელი, ქალი წამოჯდა და გაოცებული იყურებოდა. დედა, ეს გიორგია. ის ძალიან კეთილი კაცია და დაგვეხმარა. გიორგი კარის ზღურბლთან დადგა, უცებ უხერხულად იგრძნო თავი. ქალმა ამოიხედა და მათი თვალები შეხვდა. გიორგიმ დაინახა მის თვალებში სიფრთხილე, უნდობლობა, მაგრამ ასევე სითბო. გამარჯობა, მე მარიამი ვარ, თქვა ქალმა სუსტი ხმით. გმადლობთ, რომ ჩემს შვილს დაეხმარეთ, მაგრამ არ იყო საჭირო. არა, გთხოვთ, ნუ მადლობთ, გააწყვეტინა გიორგიმ, მე მართლა მინდოდა დახმარება. ნინომ მითხრა, რომ თქვენ ავად ხართ, მარიამმა თავი დახარა. დიახ, უკვე რამდენიმე თვეა. ექიმები ამბობენ, რომ ეს ანემიაა და კიდევ რაღაც პრობლემები, მაგრამ მე არ მქონდა საშუალება სრულყოფილი გამოკვლევები ჩამეტარებინა. გიორგიმ შენიშნა, რომ ქალს უჭირდა ლაპარაკი. ის აშკარად ძალიან სუსტად იყო. გიორგის გული შეეკუმშა. მარიამ, მე მინდა დაგეხმაროთ, თქვა მან გადაწყვეტილად. მე ვიცი კარგი კლინიკას, სადაც შეგვიძლია მიგიყვანოთ და სრული გამოკვლევა ჩაგიტარდებათ, მარიამმა უარყოფითად გააქნია თავი. გმადლობთ, მაგრამ არ შემიძლია ამის მიღება. მე არ გიცნობთ. დედა, ის მართლა კეთილია. მან მითხრა, რომ მისი დედაც მკერავი იყო, როგორც შენ. მარიამმა გაოცებით შეხედა გიორგის, მართალია, დაუდასტურა გიორგიმ. ჩემი დედა, თამარი, მკერავი იყო.
ჩვენ ძალიან ღარიბად ვცხოვრობდით აქვე კლდანში. მან მარტომ გამზარდა, ყოველდღე იბრძოდა ჩემთვის. მე ახლა ბევრი ფული მაქვს, მაგრამ მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი წარმოშობა დამალული მქონდა, ჩემი ფესვები დავივიწყე. გიორგიმ პატარა პაუზა გააკეთა. მე მინდა დაგეხმაროთ, მარიამ. არა იმიტომ, რომ ქველმოქმედება გავწიო, არამედ იმიტომ, რომ თქვენი და ნინოს ისტორია ჩემს გულს ეხება. იმიტომ, რომ მე ვხედავ ჩემს დედას თქვენში და ჩემს თავს ნინოში. მარიამმა თვალები დახუჭა. ეტყობოდა, რომ შინაგანად ებრძოდა, ერთი მხრივ სიამაყე და სხვისგან დამოკიდებულების შიში, მეორე მხრივ კი შვილის მომავლის წუხილი. ბოლოს მან თვალები გახელა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. თუ მართლა გსურთ დახმარება, მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გითხრათ, თქვა მან ჩურჩულით. გიორგიმ მაშინვე მობილური ტელეფონი ამოიღო და თავისპირად ექიმს დაურეკა. დოქტორ ვახტანგ, გამარჯობა. მე მჭირდება თქვენი დახმარება ერთი პაციენტისთვის. ძალიან საწრაფოა. დიახ, ხვალდილით. შესანიშნავია. გმადლობთ. შემდეგ მან მარიამს მიმართა. ხვალდილით ჩემი მძღოლი მოვა და კლინიკაში წაგიყვანთ. თქვენ სრულ გამოკვლევას ჩაგიტარებენ. დოქტორი ვახტანგი საუკეთესო სპეციალისტია. მარიამმა თვალებზე ცრემლი მოიწმინდა. არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ, მადლობა. არავითარი მადლობა, გააწყვეტინა გიორგიმ. უბრალოდ გამოჯანმრთელდით, ეს იქნება ჩემთვის საუკეთესო მადლობა. იმ საღამოს, როდესაც გიორგის სახლში ბრუნდებოდა, მისი გონება სავსე იყო ფიქრებით. ის ხვდებოდა, რომ მარიამისა და ნინოს დახმარებით ის თავის თავს ეხმარებოდა. ეხმარებოდა დაუბრუნდეს საკუთარ ფესვებს, საკუთარ ღირებულებებს. ეხმარებოდა ხელახლა აღმოაჩინოს ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში დაკარგული ჰქონდა. მეორე დღეს გიორგიმ ოფისში მისვლა გადადო და კლინიკაში წავიდა. მარიამი და ნინო უკვე იქ იყვნენ. გიორგიმ ურჩია, რომ ნინო სკოლაში წასულიყო, მაგრამ გოგონამ უარი თქვა, არ სურდა დედის გვერდიდან მოშორება. დოქტორმა ვახტანგმა მარიამი საფუძვლიანად გამოიკვლია. რამდენიმე საათის შემდეგ ის გიორგისთან გამოვიდა. მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ არა უიმედო, თქვა ექიმმა. მას აქვს ძლიერი ანემია და ავიტამინოზი, ასევე ფილტვის მსუბუქი ანთება. საჭიროა ინტენსიური მკურნალობა, კარგი კვება და დასვენება. სავარაუდოდ 2 თვის შემდეგ ის უკეთ იქნება. გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა, დოქტორ ვახტანგ, თქვა გიორგიმ. ფული არ დაზოგოთ. მე ყველაფერს გადავიხდი. გიორგი ნინოსთან მივიდა, რომელიც დერეფანში იჯდა და უხმოდ ტიროდა. ნინო, ყველაფერი კარგად იქნება, უთხრა მან და გვერდით მიუჯდა. დედა შენი გამოჯანმრთელდება. მას საუკეთესო მკურნალობა ჩაუტარდება. ნინო მცრემლებით სავსე თვალებით შეხედა. მართლა? გპირდები, უპასუხა გიორგიმ. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, სად იქნები შენ, სანამ დედა შენი კლინიკაშია. ნინო შეშფოთდა. მე არ მინდა დედის დატოვება. მესმის, მაგრამ აქ ვერ დარჩები. შენ უნდა იარო სკოლაში, გჭირდება ნორმალური საკვები და ძილი. იქნებ რომელიმე ნათესავთან დარჩე დროებით, კითხა გიორგიმ. ნინომ თავი გააქნია. ჩვენ არავინ გვყავს. ბებია და ბაბუა დიდი ხანია არ არიან, დეიდა და ბიძაკი რუსეთში არიან, შორს გიორგი ჩაფიქრდა. კარგი, მაშინ ასე ვქნათ, ჩემს სახლში არის სტუმრების ოთახი. შეგიძლია იქ დარჩე, სანამ დედა შენი გამოჯანმრთელდება. ჩემი დიასახლისი მარინა ძალიან კეთილი ქალია. ის ყველაფერს გაგიკეთებს, რაც გჭირდება. შენ გააგრძელებ სკოლაში სიარულს და ყოველდღე მოგიყვან აქ, რომ დედა შენი ნახო. ნინომ ფრთხილად შეხედა. თქვენთან ვიცხოვრებ? თქვენ მართლა მდიდარი ხართ? გიორგიმ გაიცინა. ჰო, საკმაოდ მდიდარი ვარ. მაქვს დიდი სახლი ვაკეში. ვაკეში? იქ მდიდრები ცხოვრობენ, თქვა ნინომ თვალებგაფართოებულმა. ჰო, მაგრამ იცი, ნინო, ფული ყველაფერი არ არის. მე შენი და დედა შენის დანახვა მაგრძნობინა, რომ მე ბევრი რამ დავივიწყე, რაც ჩემმა დედამ მასწავლა. დამავიწყდა, საიდან მოვედი, ნინო ჩაფიქრდა. თუ დედა დამრთავს ნებას, დავრჩები თქვენთან, გიორგი მღიმილით თავი დაუქნია. ძალიან კარგი. მოდი შევიდეთ დედა შენთან და ვუთხრათ ჩვენი გეგმა. მარიამმა თავიდან წინააღმდეგობა გაწია, მაგრამ როდესაც გიორგი მაუხსნა, რომ ეს ყველაზე უსაფრთხო გადაწყვეტილება იყო ნინოსთვის, საბოლოოდ დათანხმდა. ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით ჩემს შვილს, თქვა მან ცრემლიანი თვალებით. ის ყველაფერია, რაც მაქვს.
გპირდებით ისე მოული, როგორც საკუთარ შვილს, უპასუხა გიორგიმ. და თქვენც მალე გამოჯანმრთელდებით იმ საღამოს, გიორგიმ ნინო თავის სახლში წაიყვანა. გოგონა გაოცებული იყო დიდი მდიდრული სახლის დანახვაზე. დიასახლისმა მარინამ ნინოს თბილად მიიღო და სტუმრების ოთახი აჩვენა, რომელიც მისთვის მოამზადეს. ვიცი, რომ ეს ყველაფერი უცნაურია, უთხრა გიორგიმ ნინოს, როდესაც მარტონი დარჩნენ. მაგრამ მინდა იცოდე, რომ შენ და დედა შენი ახლა ჩემი ოჯახი ხართ. მე დაგეხმარებით, როგორც კი შემეძლება, ნინომ უცებ წინ წადგა და გიორგის ჩაეხუტა. ეს მოულოდნელი იყო და გიორგი ერთი წამით გაქვავდა, შემდეგ კი ფრთხილად მოხვია ხელები გოგონას. გმადლობთ, თქვა ნინომ ჩურჩულით. თქვენ დედას კარგი შვილი გყოლია, ამ სიტყვებმა გიორგის გული აუჩუღა. მან ცრემლები ძლივს შეიკავა. მას შემდეგ, რაც ნინო დასაძინებლად წავიდა, გიორგი თავის კაბინეტში შევიდა. მან დედის ძველი ფოტო აიღო და დიდხანს უყურა. რა მართალი იყავი, დედა, ჩაილაპარაკა მან. ახლა კი ვხვდები, მომდევნო კვირის განმავლობაში გიორგის ცხოვრება სრულიად შეიცვალა. დილით ის ნინოს სკოლაში მიჰყავდა, შემდეგ ოფისში მიდიოდა, საღამოს კი ორივენი მარიამის სანახავად კლინიკაში მიდიოდნენ. მარიამის ჯანმრთელობა თანდათან უმჯობესდებოდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ის მოსალოდნელზე სწრაფად გამოჯანმრთელდებოდა. ნინო გადაირია გიორგის დიდ სახლში. თავიდან ის მორცხვი და ფრთხილი იყო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე თავისუფლად გრძნობდა თავს. ის გიორგის თავის სკოლის ამბებს უყვებოდა, წიგნებს აჩვენებდა და ხანდახან, როცა გიორგი ძალიან დაღლილი ბრუნდებოდა სახლში, მისთვის ნახატებს ხატავდა, რომ გაემხიარულებინა. ლევანმა რამდენჯერმე დაურეკა გიორგის და შეეკითხა, რა ხდებოდა, რადგან ის უფრო იშვიათად ჩნდებოდა ოფისში. გიორგი თავს არიდებდა დეტალურ ახსნას და უბრალოდ ამბობდა, რომ პირადი საქმეები ჰქონდა. ერთ საღამოს, როდესაც ისინი მარიამთან იყვნენ, ნინომ უცებ უთხრა, გიორგი, მე ჩემი მეგობრები მიყვარს და მენატრება. მათაც მაქვთ პრობლემები, გიორგიმ ცნობის მოყვარეთ შეხედა. რა სახის პრობლემები? ზოგს არა აქვს საკმარისი საჭმელი, ზოგს სახლი აქვს ძალიან ცივი, ზოგის დედა ან მამა ავადაა და ვერ მუშაობს, ახსნა ნინომ. მე ხანდახან ვაძლევდი ხოლმე ჩემს საჭმელს დათოს და მაკას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ყველასთვის, გიორგი გაუგნებული იყო. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ნინო ამას აკეთებდა. შენ საჭმელს, რომელსაც იპარავდი, სხვებსაც უზიარებდი? კითხა მან გაოცებულმა. კი, უპასუხა ნინომ, თითქოს ეს ყველაზე ბუნებრივი რამ იყო. ჩვენ ასე ვიქცევით უბანში. ერთმანეთს ვეხმარებით, მარიამი წაწითლდა და თქვა, ნინო, არ უნდა. მაგრამ გიორგიმ გააწყვეტინა, არა მარიამ, ნინოს არ უნდა რცხვენოდეს ამის. ეს არის ადამიანობის საუკეთესო მხარე, ურთიერთდახმარება, თანაგრძნობა. ჩვენ ამაზე ხშირად გვავიწყდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წარმატებას მივახცევთ, გიორგის გაახსენდა, როგორ ეხმარებოდნენ მეზობლები ერთმანეთს მის ბავშვობაში. როგორ მოუტანა ერთხელ მეზობელმა ქალმა საჭმელი, როცა მისი დედა ავად იყო. როგორ ასესხა მეზობელმა კაცმა მას წიგნები, რომ ესწავლა, ნინო, რამდენი ბავშვია, ვინც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც შენ იყავი, კითხა გიორგიმ. ნინო მხრები აიჩეჩა. ბევრი. ჩვენ სკოლაში ბევრია, ვისაც სჭირდება დახმარება, გიორგი ღრმად ჩაფიქრდა. ამ ბავშვების დანახვამ, მათი ისტორიების მოსმენამ, მას თვალები აუხილა. მთელი ეს დრო ის წარმატებულ კარიერას და ფულის კეთებას მისდევდა, მაშინ როცა მის ირგვლივ ამდენი ადამიანი საჭიროებდა დახმარებას. ადამიანები, რომლებიც ისეთივე მდგომარეობაში იყვნენ, როგორშიც მისი ოჯახი იყო 30 წლის წინ. როგორ შეიძლებოდა, რომ მას ეს ასე დავიწყებოდა? ნინო, მომიყევი უფრო მეტი შენი მეგობრების შესახებ, სთხოვა გიორგიმ. იმ ღამით, როდესაც ისინი სახლში დაბრუნდნენ და ნინო დაიძინა, გიორგიმ გადაწყვიტა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა. ის მთელი ღამე გეგმის შემუშავებაზე მუშაობდა. მან გადაწყვიტა, რომ შექმნიდა საზოგადოებრივ პროგრამას, რომელიც დაეხმარებოდა გლდანის მაცხოვრებლებს. მეორე დღეს გიორგიმ დაურეკა თავის ძველ მეგობარს ნიკა ჯავახიშვილს, რომელიც სოციალური პროექტების ორგანიზებაში იყო გამოცდილი. ნიკა, გამარჯობა, გიორგი ვარ. რა ხანია არ მინახი ხარ, თქვა მან. მე მაქვს იდეა და მინდა შენი დახმარება. გიორგიმ აუხსნა თავისი გეგმა, შეექმნა პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფდა გლდანის მაცხოვრებლებს საჭირო დახმარებით, საკვებით, სამედიცინო მომსახურებით, განათლებაზე ხელმისაწვდომობით. ნიკა აღფრთოვანდა. ეს შესანიშნავი იდეაა, გიორგი. მე, რა თქმა უნდა, დაგეხმარები.
ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივ სოციალურ სამსახურებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ერთი კვირის განმავლობაში გიორგიმ და ნიკამ გეგმა შეიმუშავეს. მათ იპოვეს შესაფერისი შენობა გლდანში, რომელიც გიორგიმ იყიდა, რათა იქ საზოგადოებრივი ცენტრი განეთავსებინა. ისინი შეხვდნენ ადგილობრივ ლიდერებს, მასწავლებლებს და ექიმებს, რათა უკეთ გაეგოთ თემის საჭიროებები. მარიამის მდგომარეობა კი თანდათან უმჯობესდებოდა. ერთ დღეს, როდესაც გიორგი კლინიკაში მივიდა, მარიამმა უთხრა: გიორგი, მე მინდა იცოდეთ, რომ როგორც კი გამოვჯანმრთელდები, მინდა დავიწყო მუშაობა და გადაგიხადოთ ყველაფერი, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. გიორგიმ გაუღიმა: მარიამ, თქვენი ჯანმრთელობა და ბედნიერება არის ჩემთვის საკმარისი გადახდა. მაგრამ თუ გინდათ, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ რაიმე სამუშაოზე თქვენთვის, როდესაც გამოჯანმრთელდებით. მარიამმა კითხვით შეხედა. როგორ სამუშაოზე? გიორგიმ აუხსნა მისი გეგმა საზოგადოებრივი ცენტრის შესახებ. ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვინც მართავს ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას, ვინც იცნობს თემს და ესმის მათი საჭიროებები. თქვენ იდეალური იქნებოდით ამ როლისთვის. მარიამი გაოცებული იყო. ნე, მაგრამ მე ხომ მხოლოდ მკერავი ვარ. თქვენ ბევრად მეტი ხართ, მარიამ, უპასუხა გიორგიმ. თქვენ გაზარდეთ ნინოსნაირი შესანიშნავი შვილი და ეს უკვე დიდი მიღწევაა. და ახლა, თქვენ შეგიძლიათ სხვებსაც დაეხმაროთ. მარიამმა ცრემლიანი თვალებით გაუღიმა. ნე, დავფიქრდები ამაზე. გმადლობთ. იმავე დღეს გვიან საღამოს, როდესაც გიორგი ოფისში მუშაობდა, ლევანი შემოვარდა მისი კაბინეტის კარში. გიორგი, რა ხდება? მე მეუბნებიან, რომ შენ იყიდე შენობა გლდანში და აპირებ რაღაც საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას. ლევანის ხმაში გაღიზიანება იგრძნობოდა. გიორგიმ ამოიხვნეშა. ის ელოდა ამ კონფრონტაციას. დიახ, ლევან, ეს მართალია. ეს ჩემი პირადი პროექტია. პირადი პროექტი? შენ გიჟი ხარ? მე ვიცი, რამდენს ხარჯავ ამ კლინიკაში იმ ქალის მკურნალობისთვის და ახლა ეს. შენ ხარ კომპანიის CEO, არა ქველმოქმედი. როგორ ფიქრობ, როგორ აისახება ეს ჩვენს ბიზნესზე? გიორგიმ სკამიდან წამოდგა. ეს ჩემი საკუთარი ფულია, ლევან, და მე შემიძლია ვხარჯო ისე, როგორც მინდა. ეს არანაირად არ დააზარალებს კომპანიას. ლევანი უფრო გაბრაზდა. ხო, მაგრამ ეს დააზარალებს შენს რეპუტაციას. რას იფიქრებენ ინვესტორები? ან პარტნიორები? ისინი ინდა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შენ ფოკუსირებული ხარ ბიზნესზე, არა ქველმოქმედებაზე. ან ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შენ არ გვესაქმება ბიზნესის მართვა და აპირებ გადადგომას? გიორგიმ თავი გააქნია. არა, ლევან, მე არ ვაპირებ გადადგომას. მე უბრალოდ ხვდები, რომ ცხოვრებაში მეტია, ვიდრე მხოლოდ ბიზნესი და ფული. მე მინდა დავეხმარო ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდებოდა, როცა პატარები ვიყავით. ლევანმა თვალები დაახამხამა. ჩვენ? რას გულისხმობთ ჩვენ? გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა. ლევან, მე გითხარი, რომ გლდანში გავიზარდე. ჩემი დედა მკერავი იყო, რომელიც ლუკმა პურის საშოვნელად იბრძოდა. ჩვენ ძალიან ღარიბები ვიყავით. ახლა, როდესაც მე ვხედავ ნინოს და მის დედას, ვხედავ ჩემს თავსა და ჩემს დედას 30 წლის წინ. ლევანმა ერთხანს შეხედა. ეს არის მიზეზი, რატომ დაიკავე თავი უცებ გლდანით? დიახ. და მე ახლა ხვდები, რომ ჩვენ, როგორც წარმატებულ ადამიანებს, გვაქვს პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ მათ, ვინც ჯერ კიდევ იბრძვის. ლევანმა ჩაიცინა. ეს სენტიმენტალური სისულელეა. მე ასევე ბრძოლით მოვედი იქ, სადაც ვარ, მაგრამ არ ვხარჯავ ფულს ყველა საბრალო ისტორიაზე, რომელსაც ხვდები. ეს არ არის სენტიმენტალური სისულელე, ლევან. ეს ადამიანობაა. სწორედ ამან განასხვავა ჩვენი კომპანია დასაწყისში ჩვენი ადამიანურობამ. გახსოვს? ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი ტექნოლოგია უნდა ყოფილიყო ადამიანის სამსახურში, არა პირიქით. ლევანი დაფიქრდა. გიორგი, მე მხოლოდ ვფიქრობ კომპანიაზე. ეს შენი ფულია კი, მაგრამ ეს ასევე შენი დროა, შენი ენერგიაა. დრო და ენერგია, რომელიც უნდა ჩააქციო კომპანიაში. მე შემიძლია ორივე გავაკეთო, ლევან. გპირდები, კომპანიის საქმიანობა არ დაზარალდება. ლევანი კვლავ ბრაზობდა, მაგრამ ცოტათი დამშვიდდა. კარგი. მაგრამ გახსოვდეს, აქციონერები ყურადღებით გადევნებენ თვალს. მე ვიმედოვნებ, რომ შენი ეს პროექტი მალე დასრულდება. გიორგიმ უბრალოდ თავი დაუქნია. მან იცოდა, რომ ლევანი ვერ გაუგებდა. ლევანი წავიდა, ხოლო გიორგი თავის გეგმებზე ფიქრს განაგრძობდა.
მომდევნო კვირებში გიორგი ძალიან დაკავებული იყო. დღისით ის მართავდა კომპანიას, ღამით კი მუშაობდა საზოგადოებრივი ცენტრის შექმნაზე. მან დაიქირავა არქიტექტორები, რომლებმაც შენობის რენოვაცია დაიწყეს. მან აიყვანა პროფესიონალები, რომლებიც დაეხმარებოდნენ პროგრამების შემუშავებაში. ის ასევე რეგულარულად ხვდებოდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომ უკეთ გაეგო მათი საჭიროებები. ნინო ყოველდღე უფრო და უფრო ხალისიანი ხდებოდა. ის ამაყობდა, რომ მისი ისტორია შთააგონებდა გიორგის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებისთვის. მან დაიწყო სკოლაში თავისი მეგობრების ინფორმირება მომავალი ცენტრის შესახებ. მალე ბევრი ბავშვი და მათი მშობლები მოდიოდნენ, რომ ენახათ, როგორ მიმდინარეობდა მშენებლობა. მარიამი კი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ექიმები ამბობდნენ, რომ მისი პროგრესი შთამბეჭდავი იყო. გიორგის შეეძლო დაენახა, რომ მარიამს სიცოცხლე დაუბრუნდა თვალებში. ერთ დღეს, როდესაც გიორგი ცენტრის სარემონტო სამუშაოებს ამოწმებდა, ერთ-ერთმა მუშამ მას უთხრა: ბატონო გიორგი, თქვენ დიდ საქმეს აკეთებთ აქ. ჩემს შვილსაც შეეძლება ამ ცენტრში მოსვლა? გიორგიმ გაუღიმა. რა თქმა უნდა. ეს ცენტრი ყველასთვის არის, მუშამ ჩაიცინა. იცით, ჩვენ არ ვართ ჩვეული, რომ მდიდრები ჩვენზე ზრუნავენ. რატომ აკეთებთ ამას? გიორგიმ ფიქრიანად უპასუხა: იმიტომ, რომ მე თვითონაც აქ გავიზარდე. ჩემი დედა ძლივს ახერხებდა ჩემს გამოკვებას. და იმიტომ, რომ წარმატების მიუხედავად მე დავივიწყე, საიდან მოვედი. ახლა კი ვცდილობ გამოვასწორო ეს. მუშა გაოცებული იყო. თქვენ აქ გაიზარდეთ. დიახ, თქვა გიორგიმ ღიმილით. და ამაზე ვამაყობ, როდესაც გიორგი სახლში დაბრუნდა, ნინოსთვის ამ საუბრის შესახებ უამბო. ხედავ, ნინო, შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე. შენ დამანახე, რომ სიკეთის გაკეთება ყოველთვის შესაძლებელია. ნინომ გაუღიმა. მე მინდა, რომ დიდი რომ გავიზრდები, შენსავით ვიყო, გიორგი. მინდა მეც დავეხმარო ადამიანებს. გიორგი ამაზე ღრმად დაფიქრდა. ის მიხვდა, რომ მისი ქმედებები გავლენას ახდენდნენ ამ პატარა გოგონაზე. მას უნდოდა, რომ ნინო კარგ ადამიანად გაზრდილიყო, ადამიანად, რომელსაც იამაყებოდა თავისი წარმოშობა და რომელიც იზრუნებდა სხვებზე. მაგრამ მას ასევე ესმოდა, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლება იყო. ლევანი და აქციონერები არ იყვნენ ბედნიერები. პროექტს სჭირდებოდა უფრო მეტი ფინანსები, ვიდრე თავდაპირველად ეგონა. ზოგიერთი ადგილობრივი პოლიტიკოსი სკეპტიკურად უყურებდა მის ინიციატივას. მაგრამ გიორგი მიცოდა, რომ ეს იყო სწორი გზა. ის ნანობდა მხოლოდ ერთს, რომ ადრე არ დაიწყო ასეთი საქმიანობა. ერთი თვის შემდეგ მარიამის ჯანმრთელობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ ექიმებმა მისი გაწერა გადაწყვიტეს. გიორგიმ შესთავაზა, რომ მარიამი და ნინო მასთან დარჩენილიყვნენ, სანამ მარიამი სრულად გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ქალმა უარი თქვა. გიორგი, თქვენ უკვე ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩვენთვის. ახლა დროა, საკუთარ ფეხზე დავდგეთ. ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენს სახლში, თქვა მარიამა გადაწყვეტილებით. მაგრამ თქვენი ჯანმრთელობა. დაიწყო გიორგიმ, ბევრად უკეთ ვარ. და თუ თქვენი შეთავაზება ცენტრში მუშაობის შესახებ ძალაშია, მე მზად ვარ დავიწყო. გიორგის გაუხარდა. რა თქმა უნდა, ძალაშია. ცენტრი თითქმის მზად არის. ერთი თვის შემდეგ ვგეგმავთ გახსნას, მარიამა გაუღიმა. მაშინ მე შევძლებ ვიმუშაო და გადავიხადო ქირა. ჩვენ აღარ გვჭირდება თქვენი ფინანსური დახმარება. მარიამ, მე შემიძლია დაგეხმაროთ ახალი ბინის მოძებნაში, უკეთესი პირობებით? არა, გიორგი. ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენს სახლში. ეს ჩვენი სახლია, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა. ახლა, როცა ჩემი ჯანმრთელობა უკეთესობისკენ წავიდა, მე შევძლებ იქ ცხოვრებას. თქვენ ისედაც საკმარისი გააკეთეთ. გიორგი მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა კამათს. მარიამი ამაყი ქალი იყო, ზუსტად ისეთივე, როგორიც მისი დედა იყო. ის პატივს სცემდა მის გადაწყვეტილებას. კარგი, მაგრამ მაინც დამპირდით, რომ დამირეკავთ, თუ რაიმე დაგჭირდებათ, თქვა გიორგიმ. მარიამმა დაპირდა და იმავე დღეს ისინი თავიანთ ძველ ბინაში დაბრუნდნენ. გიორგიმ უზრუნველყო, რომ ბინა სუფთა ყოფილიყო და საჭირო პროდუქტებით მომარაგებული, მაგრამ სხვა მხრივ, პატივისცა მათ სურვილს, დამოუკიდებლად ეცხოვრათ. მიუხედავად ამისა, ნინო კვლავ ხშირად სტუმრობდა გიორგის. ის ეხმარებოდა საზოგადოებრივი ცენტრის მზადებაში, მოჰყავდა თავისი მეგობრები და იდეებს აძლევდა, რა პროგრამები შეიძლებოდა შეეთავაზებინათ ბავშვებისთვის. ერთ საღამოს გიორგის ოფისში ლევანი გამოჩნდა კარში. მისი სახე სერიოზული იყო.
გიორგი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. აქციონერების საგანგებო კრება დაინიშნა, გიორგიმ წარბი აზიდა. რა ხდება, ლევან? ის ხდება, რომ ჩვენი აქციების ფასი ეცემა. ინვესტორები ნერვიულობენ. მათ იციან შენი საქველმოქმედო აქტივობების შესახებ და ფიქრობენ, რომ შენ აღარ ხარ ფოკუსირებული ბიზნესზე. გიორგიმ ამოიოხრა. ეს სისულელეა. კომპანია ისევ კარგად მუშაობს. ჩვენი შემოსავალი წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა. მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც პროგნოზირებული იყო. და ყველა მიცის, რომ შენ დროს ატარებ ამ საზოგადოებრივ ცენტრში, ნაცვლად იმისა, რომ კომპანია მართო. ლევან, მე ძალიან კარგად ვმართავ კომპანიას. მე შემიძლია ორივე გავაკეთო, ლევანმა თავი გააქნია. აქციონერები სხვა აზრისანი არიან. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ დროა გადაგაყენოთ CEO-ს პოზიციიდან, გიორგი გაოცებული იყო. და ეს ხომ ჩვენი კომპანიაა, ლევან. ჩვენ ერთად დავიწყეთ ის. შენც ფიქრობ, რომ მე უნდა გადავდგე, ლევანმა თვალები დახარა. მე ვფიქრობ, რომ შენ უნდა დაფიქრდე, რა არის უფრო მნიშვნელოვანი შენთვის, კომპანია თუ ეს საზოგადოებრივი პროექტები. შენ ორივეს ვერ გააკეთებ, გიორგი გაბრაზდა. ლევან, ნუ დამაყენებ ამ არჩევანის წინაშე. ჩვენ მეგობრები ვართ და ბიზნეს პარტნიორები უკვე 15 წელია. სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ გაგაფრთხილო. აქციონერების კრება 2 დღეში გაიმართება. მათ სურთ, რომ შენ გადადგე როგორც CEO და დარჩე მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოში. გიორგი გაოგნებული იყო. ის არ ელოდა, რომ საქმე ასე შორს წავიდოდა. და შენ? შენ რომელ მხარეს იქნები? ლევანს პასუხი არ გაუწია, უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა. იმ საღამოს გიორგი სახლში დაბრუნდა ძალიან დათრგუნული. ის არ იყო დარწმუნებული, რა გადაწყვეტილება მიეღო. თავის კაბინეტში ჩაიკეტა და ფიქრობდა. უეცრად კარზე კაკუნი გაისმა. ეს ნინო იყო. გიორგი, კარგად ხარ? კითხა გოგონამ შეშფოთებით. დღეს ისეთი მოწყენილი ჩანხარ, გიორგიმ გაიღიმა. მოდი, დაჯექი, ნინო. მე მინდა გკითხო რაღაც. ნინო მისკენ მივიდა და გვერდით დაუჯდა. ნინო რომ გქონდეს არჩევანი, იყო ძალიან მდიდარი და წარმატებული, მაგრამ ვერ დაეხმარო სხვებს, ან გქონდეს ნაკლები ფული, მაგრამ შეძლო ბევრი ადამიანის დახმარება, რას აირჩევდი? ნინო ცოტა ხანს დაფიქრდა. მე ავირჩევდი დამეხმარა სხვები. რა აზრი აქვს ბევრი ფულის ქონას, თუ სხვებს არ დაეხმარები? გიორგიმ ჩაიცინა. ხედავ, შენ უკვე გაქვს სიბრძნე, რომელიც მე მხოლოდ ახლა ვისწავლე. რატომ მკითხე ეს? დაინტერესდა ნინო. იმიტომ, რომ მე ახლა ზუსტად ამ არჩევანის წინაშე ვდგავარ, უპასუხა გიორგიმ და აუხსნა მარტივი სიტყვებით, რა მოხდა. ნინოს თვალები გაუფართოვდა. ისინი არ მოგცემენ უფლებას, რომ ორივე გააკეთო? არა, როგორც ჩანს, არა, ამოიოხრა გიორგიმ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი ყურადღება გაფანტულია, ნინო ჩაფიქრდა. იცი, გიორგი, დედა ჩემი ყოველთვის ამბობს, რომ თუ ადამიანი სწორ საქმეს აკეთებს, ყველაფერი თავის ადგილზე დგება საბოლოოდ. გიორგიმ გაიღიმა. შენი დედა ბრძენი ქალია, ნინო. იმ ღამით, როდესაც ნინო წავიდა, გიორგიმ მიიღო გადაწყვეტილება. ის გადადგებოდა CEO-ს პოზიციიდან, თუ ასე მოითხოვდნენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტდა თავის საზოგადოებრივ საქმიანობას. მეორე დღეს, როცა ის ცენტრში მუშაობდა, მოულოდნელი ზარი მიიღო. ეს იყო ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც ცენტრის მშენებლობაზე მუშაობდა. ბატონო გიორგი, პრობლემა გვაქვს. ხალხი ამბობს, რომ ცენტრისთვის გამოყოფილი თანხები გაფლანგულია. ამბობენ, რომ თანხის დიდი ნაწილი თქვენ მიითვისეთ. და ეს სრული სიცრუეა, აღშფოთდა გიორგი. ვინ ამბობს ამას? არ ვიცი, მაგრამ ხმები უკვე ვრცელდება უბანში. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ არ უნდა გენდოთ, რომ ეს ყველაფერი პიარისთვის კეთდება. გიორგი აღშფოთებული იყო. როგორ შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა, რომ ის თანხებს ითვისებდა? ის ხომ თავისი საკუთარი ფულით აფინანსებდა პროექტს. მან დაუყოვნებლივ დაურეკა ნიკას. ნიკა, რა ხდება? ხალხი ამბობს, რომ თანხებს ვითვისებ. ვიცი, გიორგი. მე უკვე მოვისმინე ეს ხმები. არ ვიცი, საიდან მოდის ეს, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცა მიზანმიმართულად გაავრცელა ეს ინფორმაცია. გიორგი მიფიქრა ლევანზე. შესაძლებელია, რომ მისი ძველი მეგობარი ასე შორს წავიდოდა? არა, ის არ იყო ასეთი ადამიანი. თუმცა ეჭვი მაინც არსებობდა.
იმ საღამოს გიორგი შეხვდა ადგილობრივი თემის რამდენიმე წარმომადგენელს, რათა აეხსნა სიტუაცია. მე პირადად ვაფინანსებ ამ პროექტს. აქ არ არის საზოგადოებრივი თანხები, რომლებიც შეიძლება გაფლანგულიყო. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ფინანსური დოკუმენტი, მე არაფერს ვმალავ, მაგრამ ადამიანები მაინც ეჩვის თვალით უყურებდნენ. ბევრ მათგანს ჰქონდა ნეგატიური გამოცდილება მდიდარ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან, რომლებიც ბევრს ვპირდებოდნენ და ცოტას აკეთებდნენ. რატომ უნდა დაგიჯეროთ? რატომ უნდა გააკეთოთ ამდენი ჩვენთვის? რა გაინტერესებთ? კითხა ერთ-ერთმა ხანდაზმულმა კაცმა. გიორგი აპირებდა პასუხის გაცემას, როდესაც კარში მარიამი და ნინო გამოჩნდნენ. მარიამი წინ გამოვიდა. მე ვიცნობ ამ კაცს. ის დაგვეხმარა მე და ჩემს შვილს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა დახმარება. მან გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. და ის არ აკეთებს ამას რაიმე პირადი ინტერესებისთვის. ის აკეთებს ამას, რადგან იცის, რა არის სიღარიბე. ის თვითონაც ამ უბანში გაიზარდა, ისევე როგორც ჩვენ, ხალხი გაოცებული იყო. მართლა, კითხა ვიღაცამ. დიახ, დაუდასტურა მარიამმა. მისი დედა მკერავი იყო, ზუსტად ისევე როგორც მე. მას არასდროს დაუიწყებია თავისი წარმოშობა, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულია, ნინოც წინ გამოვიდა. გიორგი ყველაზე კეთილი ადამიანია, ვისაც კი ვიცნო. მან არა მხოლოდ დაგვეხმარა, არამედ ასწავლა, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვების დახმარება, ადამიანები დაფიქრდნენ. ზოგიერთმა მათგანმა იცოდა მარიამისა და ნინოს ისტორია და ხედავდნენ, როგორ გამოჯანმრთელდა მარიამი. მარიამმა განაგრძო, გიორგი მთავაზობს ამ ცენტრში მუშაობას. მე ვაპირებ დავთანხმდე, რადგან სრულიად ვენდობ იმას. და მე ვიცი, რომ ეს ცენტრი დაეხმარება ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, ნელ-ნელა ადამიანები დამშვიდდნენ. ისინი დაიწყეს კითხვების დასმა ცენტრის პროგრამების შესახებ და არა იმის შესახებ, თუ სად მიდიოდა ფული. გიორგი გრძნობდა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლებოდა. იმ ღამით სახლში დაბრუნებულმა გიორგიმ დაინახა, რომ ლევანი ელოდებოდა მას. ლევან, რას აკეთებ აქ? კითხა გიორგიმ გაოცებულმა. ლევანი ოდნავ მოუხერხებლად იდგა. გიორგი, მე მინდა ბოდიში მოგიხადო. მე ძალიან დავფიქრდი და ხვდები, რომ არასწორად ვიქცეოდი. როგორ? კითხა გიორგიმ მკაცრად. მე ვიყავი ისეთი ფოკუსირებული ბიზნესზე და მოგებაზე, რომ დავივიწყე, რა იყო ჩვენი კომპანიის რეალური მიზანი თავიდანვე, ადამიანების დახმარება, მათი ცხოვრების გაუმჯობესება. შენ სწორი იყავი. მე გავესაუბრე აქციონერებს და დავარწმუნე, რომ შენი პროექტები არ უშლის ხელს კომპანიის მართვას. ფაქტობრივად ისინი შეიძლება დაგვეხმარონ იმიჯის გაუმჯობესებაში. გიორგი გაოცებული იყო. რა გააკეთა, რომ აზრი შეგეცვალა? ლევანმა მოკლედ გაიცინა. მე დღეს ვნახე შენი გოგონა, ნინო. ის იყო ჩემს ოფისში, უნდა მე დამრწმუნებინა, რომ არ ყოფილიყავი ცუდი ბიძია, რომელიც გიშლიდა ხელს კეთილი საქმეების კეთებაში. გიორგიმ გაოცებით თვალები დააჭყიტა. ნინო მოვიდა შენთან. როგორ? მან თქვა, რომ მისი მეგობრის ძმა ჩვენს კომპანიაში მუშაობს და მან მოიყვანა. ის ძალიან დამაჯერებელი მოლაპარაკე აღმოჩნდა. მან მითხრა, რომ შენ ხარ მისი გმირი და რომ მე არ ვარ ისეთი ცუდი, როგორიც ვჩანვარ, გაიცინა ლევანმა. გიორგიც გაეცინა. ის არ იცოდა, რა ეთქვა. ნინო მართლაც გამაოცებელი ბავშვი იყო. და კიდევ ერთი რამ დაამატა ლევანმა. მე გავიგე, რომ ვიღაცამ ცრუხმები გაავრცელა შენი ცენტრის შესახებ, თითქოს ფულს ითვისებდე. მე ამაზე პასუხისმგებელი არ ვარ, მაგრამ მე გამოვიძიებ და გავიგებ, ვინ დგას ამის უკან. გიორგის მოეშვა. იქნებ მათი მეგობრობა არ იყო საბოლოოდ დაკარგული. გმადლობ, ლევან. მე მართლა მჭირდება შენი მხარდაჭერა. შენ გაქვს ის. და თუ გინდა, მეც დაგეხმარები ცენტრში. შეიძლება ჩვენი კომპანიის თანამშრომლებიც ჩავრთოთ მოხალისეობრივად. გიორგის თვალები გაუბრწყინდა. ეს შესანიშნავი იდეაა. ლევანი წასვლამდე ერთხანს დარჩა. ისინი საუბრობდნენ ძველ დროზე, როგორ დაიწყეს ერთად, რა გეგმები და ოცნებები ჰქონდათ. ისინი ასევე მომავალზეც საუბრობდნენ, როგორ შეიძლებოდა მათი კომპანია მეტად ჩართულიყო სოციალურ პროექტებში. ლევანის წასვლის შემდეგ გიორგიმ გადაწყვიტა დაერეკა მარიამისთვის, რათა მადლობა გადაეხადა მხარდაჭერისთვის. თქვენ ისეთი რამ გააკეთეთ დღეს, რაც არავის შეეძლო. დაარწმუნეთ ხალხი, რომ მე ვენდობოდნენ. მე მხოლოდ სიმართლე ვთქვი, უპასუხა მარიამმა. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თემისთვის.
მარიამ, მე მინდა გთხოვოთ რაღაც. თქვენ ალბათ უკვე გაიგეთ, რომ მალე ცენტრს გავხსნით. მე მინდა, რომ ის ტამარის სახელობის ცენტრი იყოს ჩემი დედის პატივსაცემად. მარიამი ერთხანს გაჩუნდა. ეს შესანიშნავი იდეაა, გიორგი. თქვენი დედა ძალიან იამაყებდა თქვენით. მადლობა, მარიამ, თქვა გიორგიმ და უეცრად მიხვდა, რომ მას თვალებზე ცრემლები ჰქონდა. იმ ღამით გიორგი მიფიქრა ბოლო კვირეების მოვლენებზე. რამდენი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ის ნინოს შეხვდა. როგორ გარდაიქმნა მისი ცხოვრება. როგორ აღმოაჩინა ახალი მიზანი და აზრი. მისი ფიქრები შეწყვიტა ნინომ, რომელიც კარზე აკაკუნებდა. ნინო, გაუღიმა გიორგიმ. შემოდი. მე ვიცი, რომ დღეს ლევანთან მიხვედი, ნინომ თავი ჩაუნა. გაბრაზებული ხარ? არა, რა თქმა უნდა, არა. პირიქით, მინდა მადლობა გადაგიხადო. შენ გააკეთე ის, რაც მე არ შემეძლო და არწმუნე ლევანი, რომ ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანია, ნინომ გაიღიმა. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ ზრდასრულები ზოგჯერ ძალიან რთულად ხედავენ მარტივ რამეებს, გიორგიმ გაიცინა. შენ მართალი ხარ, ნინო. ჩვენ ვკარგავთ სიმარტივის ხედვის უნარს. ამიტომაც ბავშვები ასეთი განსაკუთრებულები არიან. გიორგი, თქვა უცებ ნინომ სერიოზულად. მე მინდა, რომ იცოდე. მე ვფიქრობ, რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. დედა ჩემიც ასე ფიქრობს. ჩვენ ორივეს ძალიან გვიყვარხარ, გიორგის გული აუჩუხდა. ნინო, მეც ძალიან მიყვარხართ შენ და შენი დედა. თქვენ შემახსენეთ, რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, მათი საუბარი ისე გაგრძელდა, თითქოს ისინი მართლაც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. და გარკვეული აზრით ისინი მართლაც იყვნენ. არა სისხლით, არამედ სიყვარულითა და ზრუნვით დაკავშირებულნი. ტამარის სახელობის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის დღე დადგა. გიორგი დილიდანვე ადგა და ცენტრში მივიდა, რათა ყველაფერი შეემოწმებინა. შენობა სრულიად განახლებული იყო, ახალი ფასადით, ნათელი ოთახებით, თანამედროვე აღჭურვილობით. ერთ ფლიგელში განთავსებული იყო პატარა ბიბლიოთეკა და კომპიუტერების ოთახი, მეორეში სამედიცინო პუნქტი, მესამეში კი სათამაშო და შემოქმედებითი სივრცე ბავშვებისთვის. მარიამი უკვე იქ იყო, როგორც ცენტრის მენეჯერი, ის ხელმძღვანელობდა მზადების ბოლო ეტაპს. მისი ჯანმრთელობა სრულიად აღდგენილი იყო. მას ახალი, ხალისიანი სამოსი ეცვა, თმა მოწესრიგებული ჰქონდა. გიორგი თვალს ვერ აშორებდა. მარიამი ახლა სრულიად სხვა ქალს ჰგავდა, ვიდრე 2 თვის წინ სიცოცხლითა და ენერგიით სავსეს. ყველაფერი მზად არის, გიორგი, უთხრა მარიამმა ღიმილით. ხალხი უკვე იწყებს მოსვლას. გმადლობთ, მარიამ. ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაცაა, მარიამმა თავი გააქნია. არა, ეს თქვენი დამსახურებაა. თქვენ დაიწყეთ ეს ყველაფერი, როდესაც გადაწყვიტეთ და გეხმარათ ერთი პატარა გოგონა, რომელიც საჭმელს იპარავდა, გიორგიმ გაიცინა. სად არის ეს პატარა გოგონა ახლა? ნინო მალე მოვა, ის თავის მეგობრებს მოიყვანს. მას ძალიან აინტერესებს ხატვის კლასი, რომელსაც შევთავაზებთ, უკვე შუადღისთვის ცენტრის ეზო ხალხით იყო სავსე. მოვიდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, თვით მერიის რამდენიმე წარმომადგენელიც კი. გიორგის კომპანიის თანამშრომლებიც მოვიდნენ, მათ შორის ლევანიც. ბოლო კვირების განმავლობაში ლევანი საგრძნობლად შეიცვალა. ის თავად ჩაერთო პროექტში და მოწყვლადი ოჯახების ბავშვებისთვის სტიპენდიების პროგრამაც კი შეიმუშავა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ასეთ მასშტაბს მიიღებდა, უთხრა ლევანმა გიორგის, როდესაც ისინი ეზოში იდგნენ და ხალხის მოსვლას უყურებდნენ. მეც, გაიღიმა გიორგიმ. მაგრამ ახლა მიხარია, რომ ასე მოხდა, ლენტის გაჭრის ცერემონია დაიწყო. გიორგი სცენაზე ავიდა მისასალმებელი სიტყვით. როდესაც მიკროფონთან დადგა, ერთი წამით შეჩერდა. მის თვალწინ იყო ასობით ადამიანი, რომლებიც მის გამოსვლას ელოდებოდნენ. ზოგი მათგანი სკეპტიკურად იყურებოდა, ზოგი, იმედით, ზოგი, უბრალოდ ცნობის მოყვარეობით. მაგრამ ყველას თვალში ჩანდა კითხვა, რატომ აკეთებს ეს მდიდარი კაცი ამას. მეგობრებო, დაიწყო გიორგიმ. დღეს ჩვენ ხსნით ტამარის სახელობის საზოგადოებრივ ცენტრს. ტამარი ჩემი დედა იყო, მკერავი, რომელიც აქვე კლდანში ცხოვრობდა და მარტო ზრდიდა შვილს. ის იყო ქალი, რომელიც ყოველდღე იბრძოდა, რომ მე უკეთესი ცხოვრება მქონოდა, გიორგიმ მცირე პაუზა გააკეთა. ხალხი დაინტერესებული უსმენდა. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ მე ვარ მთვარე ტექნოლოგიის დამფუძნებელი და CEO.
ბევრს გონია, რომ მე ვაკეში დიდი სახლიდან მოვედი, უნივერსიტეტში ვისწავლე საზღვარგარეთ და ადვილად მივახციე წარმატებას. მაგრამ სიმართლე სხვაა. მე გავიზარდე აქ, გლდანში, სუსტად ისეთივე პირობებში, როგორშიც ბევრი თქვენგანი ცხოვრობს ახლა. ხალხი გაოცებული იყო. ზოგიერთმა ხანდაზმულმა მაცხოვრებელმა დაიწყო ერთმანეთში ჩურჩული, თითქოს ცდილობდნენ გაეხსენებინათ პატარა გიორგი და მისი დედა. ჩემი დედა დღე-დაღამე მუშაობდა, რომ ჩემთვის სწავლის საშუალება მიეცა. მას სჯეროდა, რომ განათლება იყო ის გზა, რომელიც მე საუკეთესო ცხოვრებისკენ მიმიყვანდა. და ის მართალი იყო. მაგრამ ჩემი წარმატების გზაზე მე რაღაც დავივიწყე ჩემი ფესვები, ჩემი წარმოშობა. დავივიწყე ადამიანები, რომლებიც კვლავ იბრძვიან ყოველდღიურად, ისევე როგორც ჩვენ ვიბრძოდით ოდესღაც. გიორგის ხმა ცოტათი აუკანკალდა, მაგრამ მალევე დასძლია ემოცია. 2 თვის წინ მე შემთხვევით შევხვდი პატარა გოგონას, ნინოს, რომელიც პურისა და რძის მოპარვას ცდილობდა, რადგან მისი დედა ავად იყო. ამ შეხვედრამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ეს გოგონა შემახსენებდა საკუთარ თავს, მის დედაში კი ჩემს დედას ვხედავდი. და უცებ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება, მიუხედავად ფინანსური წარმატებისა, არ იყო სრული. მე დაკარგული მქონდა რაღაც მნიშვნელოვანი, თანაგრძნობა სრულ მასხვებზე ერთმანეთის დახმარება. გიორგიმ შენიშნა, რომ ბრბოში ნინო იდგა, რომელიც ამაყად უყურებდა მას. ამ ცენტრის გახსნით მე ვცდილობ გადავიხადო ვალი არა მხოლოდ ჩემი დედის, არამედ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც მე დამეხმარა და ვისი დახმარებაც შემეძლო, მაგრამ არ დავეხმარე. ეს ცენტრი იქნება ადგილი, სადაც ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით, განათლებით, ჯანდაცვით, ურთიერთმხარდაჭერით. აქ იქნება კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სამედიცინო კაბინეტი, შემოქმედებითი სივრცეები ბავშვებისთვის და ბევრი სხვა. ხალხმა აპლოდისმენტები დაიწყო. მაგრამ გიორგიმ ხელი ასწია, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მე მინდა, რომ ეს ცენტრი იყოს მაგალითი სხვებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩემსავით ჰქონდათ იღბალი, გასულიყვნენ სიღარიბიდან და მიეღწიათ წარმატებისთვის. ჩვენ ყველანი, ვისაც გვაქვს შესაძლებლობა, უნდა ვცდილობდეთ გავაუმჯობესოთ ჩვენი საზოგადოება. შემდეგ გიორგი მიხმო მარიამი და ნინო, რომ მასთან ერთად სცენაზე ყოფილიყვნენ. მათ ერთად გადაჭრეს ლენტი და ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ხალხი შენობაში შევიდა, რათა დაეთვალიერებინათ სივრცეები. გიორგი, მარიამი და ნინო კი ეზოში დარჩნენ. ეს ძალიან ლამაზი სიტყვა იყო, უთხრა მარიამმა გიორგის. თქვენი დედა ძალიან იამაყებდა. მეც ასე ვფიქრობ, გაიგიმა გიორგიმ. მან ჯიბიდან პატარა ხუთი ამოიღო და მარიამს გადასცა. ეს თქვენთვისაა, მარიამმა გაოცებულმა გახსნა ხუთი. შიგნით იყო ძველი, მაგრამ ლამაზი საკერავი მანქანის მინიატურული მოდელი, ვერცხლისგან გაკეთებული. ეს ჩემი დედის იყო, ის ატარებდა მას როგორც გულსაკითს, აუხსნა გიორგიმ. მინდა თქვენ გქონდეთ როგორც სიმბოლო იმისა, რომ ყველაზე რთულ დროსაც კი არსებობს იმედი. მარიამს თვალები ცრემლებით აევსო. არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ, მადლობა ყველაფრისთვის. საჭირო არ არის, უთხრა გიორგიმ. თქვენი და ნინოს მეგობრობა ჩემთვის საუკეთესო საჩუქარია. ნინო გიორგის ჩაეხუტა. გიორგი, მე შენ მიყვარხარ. შენ ხარ ჩვენი ოჯახი. თქვენც ჩემი ოჯახი ხართ, უპასუხა გიორგიმ და მარიამსაც მოხვია ხელი. ამ დროს ლევანი მიუახლოვდა. გიორგი, შენთან მოსაუბრე ადამიანები არიან, ინვესტორები, რომლებიც დაინტერესდნენ შენი ინიციატივით. მათ უნდათ მხარი დაუჭირონ მსგავსი ცენტრების გახსნას სხვა რაიონებშიც. გიორგიმ გაბრწყინებული თვალებით შეხედა ლევანს. ეს ძალიან კარგი ამბავია. ჩვენ შეგვიძლია გავფართოვდეთ. კი, შეგვიძლია, დაუდასტურა ლევანმა და დაამატა. გიორგი, მინდა იცოდე, რომ აქციონერები გადაწყვეტილებას შეცვლიან. ისინი გთავაზობენ დარჩე კომპანიის CEO. ისინი ხედავენ, რომ შენი საზოგადოებრივი საქმიანობა არა მხოლოდ არ აზიანებს კომპანიას, არამედ პირიქით, აძლიერებს მის იმიჯს და მიმზიდველობას ინვესტორებისა და პარტნიორებისთვის. გიორგი მღრმად ამოისუნთქა. ყველაფერი თავის ადგილს პოულობს, არა? სწორედ ასე, უპასუხა ლევანმა ღიმილით. იმ საღამოს, როდესაც ყველა წავიდა, გიორგი, მარიამი და ნინო დარჩნენ ცენტრში და ხვალინდელი დღის გეგმებს განიხილავდნენ. უცებ კარზე კაკუნი გაისმა. ეს იყო ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც გახსნაზეც იყო. ბოდიში რომ გაწუხებთ, თქვა მან, მაგრამ მინდოდა მეთქვა. მე მახსოვს თქვენი დედა, ტამარი. ის იყო ძალიან კეთილი ქალი. ერთხელ, როცა ჩემი ქმარი ავად იყო და მე არ მქონდა ფული წამლებისთვის, მან მას ესხა. მან იცოდა, რომ ვერასდროს დაუბრუნებდი, მაგრამ მაინც დამეხმარა. გიორგის თვალები ცრემლით აევსო.
გმადლობთ, რომ მითხარით ეს. თქვენი დედა იამაყებდა თქვენით და ამატა ქალმა. როცა ქალი წავიდა, გიორგი ფანჯარასთან დადგა და ჩაბნელებულ ქუჩას გახედა. ამ ქუჩებზე ის პატარა ბიჭი დარბოდა, რომელსაც სხვა ბავშვების მსგავსად ჰქონდა ოცნებები და იმედები. და ახლა მან შეძლო, რომ ამ ქუჩების სხვა ბავშვებისთვის ოცნებების ახდენა უფრო ადვილი გაეხადა. მარიამი მის გვერდით დადგა. რაზე ფიქრობ? კითხა მან. ფიქრობ, რომ ცხოვრება უცნაურ წრეს ხაზავს. ფიქრობ, რომ ხანდახან იმისათვის, რომ წინ წავიდე, უკან უნდა მივიხედო, მარიამმა გაუღიმა. შენ ხარ საოცარი ადამიანი, გიორგი. არა, თავი გააქნია გიორგიმ. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაიგო, რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. მარიამმა ოდნავ ხელი შეახო მის ხელს. ამ პატარა ჟესტში იყო სითბო და მადლიერება, რომელიც სიტყვებით ვერ გამოითქმებოდა. ნინო მათ შეუერთდა, გიორგის ხელი ჩაჰკიდა. გიორგი, მე მინდა ჩვენს გავხსნათ საზოგადოებრივი ცენტრი, როცა დიდი ვიქნები, თქვა მან მოულოდნელად. გიორგიმ და მარიამმა გადახედეს ერთმანეთს და გაიღიმეს. ნინო, მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ბევრად მეც გააკეთებ, ვიდრე უბრალოდ ცენტრის გახსნა, თქვა გიორგიმ. შენ შეცვლი ბევრი ადამიანის ცხოვრებას. ისევე, როგორც შენ შეცვალე ჩვენი, და ამატა მარიამმა. გიორგიმ ხელი გადახვია ორივეს. მის თვალწინ იყო მომავალი, რომელიც სავსე იყო ახალი შესაძლებლობებით, ახალი გამოწვევებით, მაგრამ ასევე ახალი სიხარულით. და ეს ყველაფერი დაიწყო იმ დღეს, როდესაც მან გადაწყვიტა, არ გაემხილა პატარა გოგონა, რომელიც პურსა და რძეს იპარავდა. ჩვენ შევცვლით სამყაროს, თქვა მან ჩურჩულით. თითო ადამიანით, თითო დახმარებით.